10. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოროშკინას პოდკასტია პირდაპირ ეთერში. ძალიან მინდა ხოლმე რომ რაღაც ისეთი ნათელი და კარგი ამბებით დავიწყო ორშაბათი, მით უმეტეს რომ რთული კვირაა წინ, მაგრამ ისეთი რაღაცები ხდება მსოფლიოში და იმდენად გართულდა და დამძიმდა ზოგადად კეთილი ამბების მოსმენა, რომ სამწუხაროდ ჩვენ გვიწევს სირთულეებს არ გავექცეთ და ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება. მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ამ გადაცემის მერე ბევრად უფრო რაღაც პოზიტიურ არღზე გადაგიყვანთ, იმიტომ რომ დღეს უბრალოდ სტუმარი არ გვყავს ჩვენ და ამაზე ოდნავ მოგვიანებით უბრალოდ რაზე მინდა ვისაუბროთ. იცით რა, როდესაც წლების წინ და ეს იყო 2004, 5, 6, 10, 12 დასაწყისი 12-ის საუბრობდით რთულ და მძიმე თემებზე. და როდესაც ჩვენ რამოდენიმე ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას გვიჩვენეს საზარელი კადრები სამეგრელოს ტყეებიდან კასრების ფაილებს, რასაც ვეძახით, ხო? თითქოს მაშინ იყო ვნებათა ღელვა, ვიღაცას გული მისდიოდა ეთერში, კი არა და იმ ადგილას, სადაც ვიყავით შეკრებილები, ვიღაცები შემდეგ თავის ეთერში ნიანგის ცრემლებს ხვriდნენ და ის ადამიანები დღეს ზუსტად გვევლინებიან ესეთი ლიბერალებად, რომლებსაც ამ დროს კარგად მახსოვს მათი განცდები, ეს ყველაფერი ნანახი აქვთ. ამაზე საუბარი არასდროს არ მინდა, ამის გახსენება არასდროს არ მინდა, არც ნაწამები გვირგვიანის გახსენება არ მინდა. იმიტომ რომ ვცდილობ რომ ახალი თაობა, რომელიც მოდის, უფრო პოზიტივში გაიზარდოს და ეს ჩვენი ჯვარი იყო და ჩვენი სატარებელი იყო, ჩვენი დაღუპული ბიჭები, ჩვენი ნაწამები, გოგოები. ის უბედურება, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გამოვიარეთ, მაგრამ რომ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ არ გშორდებიან არასდროს და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეპშტეინი აგერ გქონდა ყურის ძირში. ეს ის გაუპატიურებული ბიჭებიც, ეს ნაწამები, გოგოებიც, ეს საშულოსნო დაცლილი გოგონებიც და სამწუხაროდ ბევრი შეკითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ გვაქვს მიღებული და როდესაც ჩვენ ამაზე საუბრობდით, უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ ეს ნაწილობრივ არის შეთქმულების თეორია, მხოლოდ წლების მერე, როდესაც ციხეში აღმოჩნდი უკვე შიგნით, როგორც თანამშრომელი, მაშინ გავიგე არასრულწლოვანი პატიმრებისგან, რომ მათ ცემდნენ ზუსტად საეკლესიო ზარები, როდესაც რეკავდნენ იმ დროს 12 საათზე, 3 საათზე, 6 საათზე, ეს იყო განსაკუთრებული ცინიზმი და ეს იყო განსაკუთრებული მკრეხელობა. ამით ადვილად ალბათ უფრო მიდიოდნენ სატანამდე, ვინც იყო მათი მფარველი. სატანაზე ვსაუბრობთ და პატარა ციტატას მოგიყვანთ. თქვენი ჯღანები ჯაყოს მეთაურობით ეპშტეინის ფაილებშიც კი ვერ მოხვდებიან ვერასდროს. ამას აცხადებს სააკაშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც იამაყება ეპშტეინის ფაილებში ყოფნა. ეს არის ადამიანი, რომელიც აი ამ ძალიან ცუდი გზავნილით ამბობს, რომ მისთვის გაუპატიურება, ბავშვების ცოცხლად ჭამა, კანიბალიზმი, ფაშიზმი მისაღები ყოფილა. ანუ ადამიანები, რომლების დავიწყებასაც ჩვენ ვლამობთ და ის უბედურება ასევე, რომელიც ჩვენ და ჩვენ თაობას გადაგვხდა და ვთილობთ რაღაცნაირად აი შევფუთოთ ლამაზად გულებში დავიმარხოთ და ყოველ წუთში არ გამოვააშკარავთ, თურმე ეს ადამიანები შეიძლება დღეს ხვალ კვლავ მობრუნდნენ და კვლავ იგივე გააკეთონ და სანამ ეს საშიშროება იქნება, მანამდე გნებავთ დამიძახეთ ბიძინა ივანიშვილის მონა, გნებავთ დამიძახეთ ოცნების პროპაგანდისტი, დიდი სიამოვნებით ავირტყამ თქვენს ენაზე ამ იარლიხს, იმიტომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომ არა ოცნება, ეპშტეინის კუნძული მონაგონი იქნებოდა, თან ისე კარგად მოახერხეს, ისე კარგად დახლართეს საქართველოს გარშემო, აი ეს საშინელება და რისთვის ემზადებოდნენ, ახლა მაინც ხვდებით. მე მინდა ვისაუბრო დღეს სხვადასხვა სახის კონსპირაციაზე, აი ამ თეორიაზე, რომელიც ნაწილი თურმე სინამდვილე ყოფილა, ნაწილი შეიძლება მართლაც რომ კონსპიროლოგიაა და ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტი მარინა კოლხიდაშვილია ჩემი სტუმარი. ეს ის მარინა კოლხიდაშვილია, რომელთანაც ერთად ჩვენ პანდემიაში გიმსუბუქებდით ყოფას. ეს ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ ეს თეთრია, ეს შავია და კიდევ არსებობს გონი, რელიგია, ქრისტიანობა, სიბრძნე,
წიგნი და ეს ყველაფერი ერთობლიობა იძლევა იმას, რომ ადამიანმა შეძლოს და გონივრული აზრი გამოიტანოს თუ რა ხდება დღეს დედამიწაზე. მარინა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ვიცი რომ შენი ახსნა, შენი პოზიტიური მიდგომა ყოველთვის შვებათ არის ხოლმე ადამიანებისთვის. მიუხედავად ისა, რომ ცოტა ძიმეთ მომიწია ამ ყველაფრის დაწყება, მოდი ჩვენ შევეცადოთ, რომ ადამიანებს მივცეთ შვება, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად ჩვენგან უნდათ რაღაცა სიკეთის და პოზიტივის მოსმენა. მოდი ჯერ პირველ რიგში მითხარი, რას ფიქრობ შენ ამ ფაილებზე, რომელიც გამოქვეყნდა და რატომ ახლა და რატომ ვერ ვხედავთ ვერავის დასჯილს? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლალი, მართლა მძიმე პერიოდში მოგვიწია ყოფნა. ჩვენ ასე თუ ისე მაინც მენტალურად იმუნიტეტი გვაქვს და შემზადებულები ვართ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ახალგაზრდობისთვის ეს ძალიან მძიმეა. იმიტომ რომ მისთვის ეს სტრესული მდგომარეობა არ იციან სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. იცით, ეხლა ჩვენ ვიცით რომ ეს სიმართლეა. და ძალიან აი სიტყვაც არ მოიპოვება, ალბათ როგორ უნდა მივიდეს ადამიანი იქამდე, რომ ადამიანი შეჭამოს ბავშვი და თან როდესაც ის გამოყოფს გარკვეულ ჰორმონს, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ნარკოტიკია. წარმოუდგენელია ამაზე ლაპარაკი, ბოროტება ალბათ და ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში ღებულობს მონაწილეობას, მე გვარდასახელს არ დავასახელებ, გვარდასახელში არ არის საქმე, აქმედებაშია საქმე. თუ როგორ შეიძლება ცნობიერების გარეშე დარჩეს ადამიანი, არ მგონია ცნობიერი ადამიანი ამას აკეთებდა. მე მეცი რა მოვემზადე, მინდოდა რომ რაღაც უფრო ესეთი დასკვნა მჭეროდა ხელში ბიოლოგების მაგალითად და წავიკითხე ძალიან საინტერესო ამბავი, რომ სადღაც 16-17 წლის ადამიანებში ეს სისხლი, რომელიც არის პლაზმა და ამ სისხლს გადაუსხამენ უკვე ასაკოვან ადამიანებს, ეს მათ რა თქმა უნდა უხანგრძლივეს ცხოვრებას, უახალგაზრდებს, ორგანოებს და ეს ყველაფერი, მაგრამ ნარკოტიკის ქმედება, ანუ როგორც კი გავა რაღაცა პერიოდი, ეს ორგანიზმი ისევ მოითხოვს, ანუ ისე არ არის, რომ 16 წლის თქვა გოგონამ გადაუსხა სისხლი, არა, ამით არ მთავრდება ეს ყველაფერი, ეს პროცესი, ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი. ხო, ეს უწყობდა ხელს გაახალგაზრდავებას, აი ამ სიამოვნების შეგრძნებას და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ცნობილი რა დავარქვა მაგნატები რამდენი ხანი ცოცხლობდნენ და ეს ყოფილა ამის შედეგი. 100 წელი მათთვის ასაკი არ არის და ჩვენ ვხედავთ, რომ მართლა ძალიან დიდ ხანს ცხოვრობენ. ესეთი მეთოდი იყო მათი გაახალგაზრდები და მით უმეტეს ყველაფერი ეს იყო ბოროტება და არ მინდა ეს სახელი დავასახელო, ალბათ არ ვიცი, ეშმაკის მოციქულები, სატანები, რა ქვია ამ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს. კარგი კითხვა დასვი, რატო ამოვტივტივდა ეხლა რატო, ამ დროს რატო? ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ თვითონ დედამიწა გადადის სხვა განზომილებაში და ადამიანები უნდა შეიცვალონ. ანუ პრაქტიკულად თუ კი რამე ბნელია, არაფერი დამალული არ არის სამყაროში. ანუ არ არის დაფარული, ეხლა ვიღებთ ამას. ზუსტად ეს პერიოდია. ბევრჯერ გამიხსნა კითხვა, მე ვლაპარაკობდი ამდენი სიტყვაობა, ამდენი ლანძღვა ადამიანების, თუნდაც ამ სოციალურ ქსელებში, ისეთი ამბების გარკვევა, რაც თითქმის შეუძლებელი იყო, რომ ეს ზევოთ ამოსულიყო. ხო, ძალიან ინტიმური, ძალიან ისეთი, ხო, რაც არ უნდა გამოსულიყო არასდროს ზედაპირზე. რატომ? იმიტომ რომ უნდა მოხდეს უკვე ამ გადასვლის პერიოდში არ უნდა დარჩეს არანაირი ბოროტება. ცუდი ქცევა, ცუდი აზრი, უარყოფითი ემოცია, ზუსტად ეს პერიოდი დადგა ეხლა და ეს გამოაშკარავებაა ზუსტად იმისთვის, რომ ადამიანები შეიცვალონ და სხვა ცნობიერება ქონდეთ, იმიტომ რომ რამდენ ადამიანს ეს შეიძლება არ მოწონდეს, რამდენი ადამიანისთვის ტკივილია განცდა, მწუხარე, ჩემთვის ეს მწუხარებაა ხალხ, ის რაც მოვისმინე. მწუხარება. და თან თუ სტატისტიკას ვეყრდნობით, უნდა ვთქვათ, რომ თითქმის მილიონამდე ბავშვია გამქრალი.
აქ არის ლაპარაკი გაუბედურებოდა 800,000 ბავშვი ამერიკაში. ანუ ეს არის გაუბედურებული ოჯახები, ეს არის დანგრეული ოჯახები, ფსიქიკაშლილი მშობლები და წარმოიდგინე მარინა იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც შვილი დაეკარგა და ოდესღაც ჰქონდა იმედი, რომ სადღაც მაინც შეხვდება და ახლა იცის, რომ შეიძლება ის კანიბალიზმის მსხვერპლი გახდა და მე ვფიქრობ ალბათ ეს პროცესი, როდესაც დამთავრდება, ჯერ კიდევ ამბობენ, რომ ყველაზე საშინელი ფაილები არ გამოუაშკარავებიათ ფედერალურ სააგენტოს და როდესაც ეს ყველაფერი საბოლოოდ ამოვა, ალბათ რაღაც მემორიალიც იქნება ამ დაღუპული ბავშვების, ალბათ დაიწყება იქაც სამუშაოები, სადაც დაიწყებენ ძებნას იმ ძვლების და ნარჩენების, რაც ამ უბედური ბავშვებისგან დარჩა. ყველაფერი გამოაშკარავდება, ლალი, აუცილებლად ეს შეუძლებელია რომ არ გამოაშკარავდეს. ნახეთ, სულ ვადარებ რას. აი როცა რაღაცას აკეთებ და სუფთა ბულიონი გინდა დარჩეს. რა ამოდის ზევით, რომ განიწმინდოს, ის ქაფათ უნდა ამოვიდეს ზევით, რომ მე ის მოხსნა და გაუშვა იქ სადაც საჭიროა. ზუსტად ეს პროცესი ხდება ძალიან მარტივად თქვი ახლა მე, მაგრამ აი ამ პროცესებში ვარ. ყველაფერი გამოაშკარავდება, თუ კი რამე ბოროტება არის დედამიწაზე. იმიტომ რომ ჩვენ ახალ განზომილებაში გადავდივართ, მეხუთე განზომილებაში, მე წინაზე რომ შევხვდით ერთმანეთს ვლაპარაკობდით, რომ ახლა მეოთხე განზომილების პერიოდში და იცი რა იქამდე მივალ სიხშირეებამდე, იმიტომ რომ ამის გაგება ესე მარტივი არ არის, მაგრამ აქ მინდა ვთქვა, აი ჯერ ეს ხაზი დავასრულო, უყურე, როდესაც დამთავრდა ომი, გასაგებია რომ გერმანია უნდა დასჯილიყო იმ საკონცენტრაციო ბანაკებისთვის და რაც იქ მოხდა. აღმოჩნდა რომ ეპშტეინის კუნძული არ ნაკლები კი არ არის. უარესია კიდე ვიდრე ის საკონცენტრაციო ბანაკები, ხო? აღმოჩნდა რომ მთელი მსოფლიო მასშტაბით იტაცებდნენ, აგროვებდნენ პატარა გოგონებს, პატარა ბიჭებს, ჩვილ ბავშვებს. ანუ ჰაბი იყო უბედურების და რაც ყველაზე კოშმარია, ის თუ იყო ომი და ომის დროს არავინ არავის არ ეკითხებოდა, იქ მართლა ერთად იხარშებოდა ყველა ერთ ქვაბში და გარდა იმისა, რაც ებრაელებს გაუკეთეს, ზოგადად მთელ მსოფლიოს გაუკეთეს, ეს საშინელი ამბავი, ხო? აი არ ვიცი, განულება მოხდა თითქოს მაშინ. ახლა ჩვენ რას ვიღებთ? რომ ამაში პრინც ენდრიუ იყო, რომელსაც ახლა კი ტიტული ჩამოართვეს, მაგრამ რა დააკლდა ამითი, ხო? ანუ აღმოჩნდა რომ ახლა არიან დიდგვაროვნები, მსახიობები, მელ გიბსონი, რომელმაც უარი თქვა ამ ყველაფერზე, როლის გარეშე დატოვეს, ხო? ანუ ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე ისინი სჯიდნენ ადამიანებს. აღმოჩნდნენ საოცრად, რა ვიცი, ჩვენი სათაყვანებელი მეცნიერები, რომელიც მოგწონდა, რომელთა რაღაცა იცი რა არის, ჩვენ როდესაც ვამბობდით პანდემიაზე, გახსოვს ვამბობდით, რომ ბილ გეიტსი ერთ-ერთი იყო შემოქმედი, ხო, ამ პანდემიის მთელი ამბის. ეხლა აღმოჩნდა, რომ ბილ გეიტსი ზუსტადაც იქ ჰოპკინსთან ერთად განიხილავდა აი ამ თემებს და თურმე 2015 წელსაც განიხილავდა ბილ გეიტსი ეპშტეინთან ერთად. რა შვაში იყო ეპშტეინი? აი პანდემიასთან, ხო? ანუ ეს ყოფილა ერთი დიდი თემა, ადამიანების დაკნინება, ის ოქროს მილიარდი, ყველა ადამიანი რომ მონა უნდა იყოს აი ეს ოლიგარქული ოჯახების და ეს არის კატასტროფა, რაც მოიტანა deep state-მა, ხო? და ამაზეც მინდა კითხრა, როდესაც მე და შენ რა ვიცი 3-4 წლის წინ ალბათ სტუდიაში ვთქვით, რომ აი deep state-ი არსებობს და არსებობს სიღრმისეული სახელმწიფო, რომელიც იქნებოდეს მე ტრამპი თუ მოვა, აი უკვე გამოსჭვის მის ქმედებებში, რომ ის ზუსტად დაიწყებს ბრძოლა ამ ყველაფერთან, ხო? მაშინ გვეუბნებოდნენ რა სიღრმისეული სახელმწიფო, რა deep state-ი. დღეს ხომ აღმოჩნდა, ხომ ამოვიდა ყველაფერი ზედაპირზე და კატასტროფა ხდება. ვერც ერთ საინფორმაციოს ვერ ჩართავ, მე ვამბობ ევროპულ ქვეყნებს ისტერიკა აქვს, ევროპაც ისტერიკაშია და ამერიკაც ისტერიკაშია. ერთია რომ ჯერ არ მომხდარა ახალი ნიურნბერგი, იმიტომ რომ ეპშტეინი უნდა იყოს აი ეს ნიურნბერგის პროცესი და მე მაგალითად ახლა ეჭვმეპარება რომ ეპშტეინმა თავი მოიკლა. ალბათ გრძნობდა რა ამ ყველაფერს, ან გააპარეს, ან სახელუცვალეს, ან რაღაცა კიდე სადღაც ის და კილიკობს ამ ყველაფერზე, ალბათ ბედნიერად. მოკლედ ლალი, ეს იყო მშვიდობა, რომელსაც შეიძლება საშინელი მშვიდობა უწოდოთ. საშინელი მშვიდობა, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი რაც არის მშობლისთვის, ახლა საუბრობდით იმაზე, თუ რამდენი ბავშვი დაიკარგა, რამდენი ტრაგედიაა პიროვნული. ნახეთ, 800,000 ბავშვი დაიბადა, ხო? ეს არის სტატისტიკა, მაგრამ თითოეული ბავშვის უკან დგას დიდი დარდი, დიდი წუხილი, დიდი ტკივილი და მოლოდინი. და დღეს ეს ადამიანები წარმოიდგინე რა მდგომარეობაში არიან. იმის წარმოდგენაც კი, შვილი დავკარგე, ვერ ვიპოვე, ჯვარი ყველას გვწერია, წარმოდგენაც კი, რომ თუ რა გაიარა იმ ბავშვმა სიკვდილის წინ,
ხო, წარმოუდგენელია. აი ეს წარმოუდგენელი ტრამვაად, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, ვერ პოულობ. ძართულია. შემაძრწუნებელი ტკივილი, და პარალელურად რო იცი რომ იყო ომები, რომ ჩვენ ვაგზავნიდით ჯარისკაცებს ავღანეთში, რომ ჩვენ ამ მისიას ვასრულებდით, საერთო მსოფლიო გვეგონა არსებობდა, სადაც ჩვენც ძალიან ღირსეულად ჩვენი ბიჭები ყველგან და ყოველთვის ღირსეულად არიან წარმოდგენილები. თურმე ვიღაცა როგორ ერთობა? ერთობა მშვიდობის დროს შემაძრწუნებელ სიმშვიდეს ამყარებს და ჩვენ ომი სხვა რამეა. ქართველი ქალი ომში რო უშვებდა თავის შვილს, ვაზის მერგებს უდებდა. რომ თუ ის გარდაიცვლებოდა, მისგან ვაზი გაზრდილიყო, ეს ცნობილი ფაქტია, ეხლაც მოქმედებს ჩემზე. ომი სხვა რამეა, აქ ადრენალინი გაქვს, მზად ხარ, იბრძვი და იცი რაზე მიდიხარ. იცი რომ მამული შენთვის მნიშვნელოვანია, იცი რომ ის ერთი გოჯამიწა შენთვის მნიშვნელოვანია. შენს უკან შენი მშობელი დგას, შულები დგას, მამული დგას, საქართველო დგას და ასე შემდეგ. თუნდაც სხვა ქვეყანა, ჩვენ ასე ვიბრძოდით. ნახეთ, ქართველები განსაკუთრებული მებრძოლები ვიყავით, ეხლა ამას ცოტა გადაუხვიე, მაგრამ ომის დროს სხვა რაღაცა ხდება. იცი რა, გადახვევა არ არის, იმიტომ რომ აი მე შესავალში ვთქვი, რომ იქ სადაც იყო ეპშტეინი, პარალელურად სააკაშვილმა შექმნა აქ იგივე ეპშტეინი. ეხლა შეიძლება აქაც ხო სისტემური დანაშაული იყო და ეს დამტკიცდა, ხო? უბრალოდ იქ იყო სხვა სიამოვნებით იქნებოდა ის მასშტაბები, არ დასცალდა უბრალოდ და საქართველოს ზუსტადაც იქნებოდა ის კუნძული. არ ვიცი, შეიძლება არსებობდეს კიდე. ნახეთ, მე როგორც ერთ მოქალაქეს გამიჩნდა აზრი, რომ თუ კი ის იყო გადმოღებული მოდელად და აქ უნდა შექმნილიყო და არა მარტო საქართველოს, ალბათ უკრაინაშიც, ალბათ სხვა ქვეყნებშიც. გესმით, იმიტომ რომ მათ ხო მასალა ჭირდებოდა და მუდმივად საიდანღაც უნდა წაეღოთ. ძალიან ბიომასალა ჭირდებოდა. გარდა იმისა, სისხლი განსაკუთრებით ქართული, კავკასიური, ეს პლაზმა და აი ჯი, რომელიც აი მხოლოდ კავკასიაში ხო, ის რაღაცა მინიშნება უძველესი და განსაკუთრებული სისხლის მატარებლები ვართ, ხო, ქართველები. ეს მათთვის მნიშვნელოვანი იყო და ალბათ ამისთვის გააკეთეს და დახარჯეს ძალიან დიდ ნახატყუილად. თანხას არავინ არ ხარჯავს. იცი, მე არ მიყვარს ხოლმე პერსონებზე საუბარი, მაგრამ რა ვქნა რა, კიდე ერთხელ ვამბობ, რომ არა ეს ადამიანი, უბრალოდ ჩვენ აი ასეთ მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ჩდება ადამიანი, რომელიც ეპოქალური ხდება და რომელმაც იმ მომენტში უნდა იხსნას ჩვენი ქვეყანა. და ეს იყო ბიძინა ივანიშვილი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი დღესაც მშვიდობის გარანტი საქართველოში და მე მინდა ეს რამე თქვა, არასდროს არ მეგონა, რომ მე ამას ვიტყოდი. აღმოჩნდა, რომ თავის დროზე სტალინმაც იგივე ფუნქცია შეასრულა. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდებოდა და რაც ვიცით და ჩვენთვის ცნობილია, აღმოჩნდა, რომ კავკასიისთვის და ზოგადად ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის, მსოფლიოსთვის, ხო? მსოფლიო ერთი საუკუნით გადაავადა ზუსტად ეს მასონიზმის აი ეს აღზევება, რომელიც ეხლა არის. გადაავადა. ზუსტად ასე, ხო, აი 80 წელზე ოდნავ მეტია გასული და თითქმის საუკუნე საუკუნის 20-იან წლებში როცა მოხდა რუსეთში რევოლუცია, ქალები, რომელიც თავდახრილი დადიოდნენ და მართლა თავიდან ბოლომდე ჩაცმული ტიტულები გამოუშვეს აღლუმზე. ეს ცნობილი ფაქტია და ტროცკისტები და ტროცკის მიმართულება ეხა ცოტა ისეთ შორს წავედით. იცი რა, ესეც ხო ეგონათ, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ლენინი, რომელსაც თავისი დავალება ჰქონდა შესასრულებელი, ხო? ეს ყველაფერი, ხო? და ამ დროს ჩდება ადამიანი სადღაც, ხო? გორის სოფელში, საკმაოდ მოგრძალებულ ოჯახში, ამთავრებს სასულიერო სემინარიას და აი ესეთი საოცარი გზა გავლილი. არავინ არ ვიცით, ვინ რა მომენტში მოვა, მაგრამ ფაქტია რომ ამ კურთხეულ მიწას მუდმივად ვიღაცა იცავს. სხვა შემთხვევაში მე არ ვიცი როგორ გადავრჩებოდით, იმიტომ რომ რეალურად ყველაზე ცოტა პირდაპირ თქვა რა, ყველაზე ნაკლები დაცვა ვიზუალური ჩვენ გვაქვს, მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვა სახის დაცვა გვაქვს. რატო ვიცავენ, ლალე, არ გაგჩენია ეკითხვა. ალბათ არის ის გენი, რომელიც უნდა გადარჩეს და რაღაც ფუნქცია შეასრულოს. ნახეთ, ამ გენს ერთი ღვთისმშობლები ვარ და ღვთისმშობლის კურთხეული რატო ვართ? იმიტომ რომ თვითონ იესო უთხრა, რომ საზეპურო ერიაო, ასეთი რაღაცა და გარდა ამისა, არასოდეს ქართველი სხვა ქვეყნის დასაპყრობად არ უბრძოლია, არ უუმია და არ წასულა სამშობლოს გარეთ. მუდმივად მხოლოდ
იცავდა ტოლერანტობა, რომელიც ესე მოდაშია, ის რომ ქალს პატივი უნდა ვცეთ, მეფე მხოლოდ საქართველოს ყავდა. ცოტა ისეთი თემებია, მაგრამ ფაქტია. და ამიტომ ეს ერი გადარჩენიერი და ეს ერი გადაარჩენს მსოფლიოს ხალხნო. დაიწყება დიდი ცვლილებები. ეხლა წიტყვიან რომ კონსპირაციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მოდით ჩვენ ვისაუბროთ და თქვენ მერე გავავლეთ პარალელი მომხდარსა და არსებულ შორის. ჩვენ ხო ყველა ვაზროვნებთ. ხო ვფიქრობთ. ფაქტია რომ რაღაც იცვლება. ფაქტია რომ იცვლება. აი ნახეთ, იცვლება სამყარო. იმიტომ რომ სამყარო გადავიდა მეოთხე და მეხუთე. სამყაროში რა იყო ლალი? ნახე, სამი განზომილებაში ვიყავით, სიგრძე სიგანე. ეხა სულიერებიც, ის კი არა, ადამიანს გარეგნობა კი არ შეეცვლება. სულიერ სიმაღლეზეა აქ ლაპარაკი. ის ადამიანები სინათლე შედის მათში, ის ადამიანები, ვინც უკვე ამ ქვეყანაზე რომ მოდიხარ ადამიანი, ჯერ ერთი იბადები შენი გარკვეული მისიით. მერე ირჩევ და იმის თუ რა მისია გაქვს შესასრულებელი, გადმოიტყორცნები იმ ნაციის შვილი ხდები და მერე პირადად იმ ოჯახში იბადები, რომ რა გაკვეთილებიც უნდა გაიარო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე. და ეხლა სულ ვიცახე, რომ რთულ, მაგრამ ძალიან საინტერესო და ძალიან ფასდადებულია თითოეული ადამიანი, ვინც ამ ეპოქაში მოვედით, იმიტომ რომ გაქვს სრული თავისუფლება, ნებელობის თავისუფლება, რომ შენ აარჩიო ჯერ გაარჩიო ტყუილი და მართალი. ნახეთ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობაშია მოსული, სულ ვეუბნები, რომ მოდით ღმერთო ტყუილ მართალი გაარჩევინე ამ ადამიანებს. კი არა, ბრაზდები ამ ადამიანებს. რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ შენი სიმართლე გაქვს და სიმართლის დამტკიცება გინდა, მაგრამ სიმართლე ისიც მართალია, იმას ეს ჯერა. და რა არის გარკვევა ჭეშმარიტებამდე მისვლა. როგორ გადმოვიყვანოთ აი ესეთი ადამიანები, რომლებიც, როდესაც შედიხარ სოციალურ ქსელში, არიან ლეში ჭამიებად ქცეული. თან მე მინდა ვთქვა, მხოლოდ ერთი მხარე კი არა. აქ დაპირისპირებული ორივე მხარეს წოდავს. ანუ ერთმანეთის ჭუჭყის ესე ტრანსლირება, გადმოცემა და გაუთავებელი ერთმანეთთან ჩუბი. როგორ გადმოვიყვანოთ ეს ხალხი სინათლის მხარეს? ეს კიდე არა უშავს. ნახეთ რას ვამბობ ახლა, მიცვალებულზე ფილიქს რო იწყებ და გიხარია, რა განსხვავებაა შენსა და აი ადამიანებს შორის, რომელიც რატო ხდება, მარინა? რა ჭირთ ფსიქიკაში ასეთი? იცით რა არის, ჩვენ ვიცით რომ სულები, ნახეთ რა საინტერესო რამეს გეტყვით ახლა. როდესაც სამქვეყანაზე მოდიხარ და გაიბლი შენ ცხოვრებაზე, შენ გაკვეთილებს, თუ ეს ვერ გაიარე, უკან გაბრუნებენ. თუ კიდე ვერ გაიარე, კიდე მოგიწევს უკან დაბრუნება, რომ ამაღლდე სიყვარულისთვის, დადებითი ემოციისთვის მოდიხარ. და მერე იმ ქვეყანას ჩვენ ხო ვიცით, რომ საზღვრებს გავდივართ, ეს ქრისტიანობა გვეუბნება ამას, ხო ეზოთერიკასავე რო დავანებოთ, იქ ცოდვა და მადლი იწონება. ნახეთ რა კარგი რამეა. ესე იგი, რამდენად ცოდვა გაქვს და მძიმე რას იზავ აფრინდებიზებით. ცოდვა ხო ამძიმებს. ეს არის დადებითი და უარყოფითი მადლი, არის პოზიტივი დადებითი ენერგია, ასე ვთქვა და. ხო, მაგრამ აი როგორც ფსიქოთერაპევტმა მითხარი, რა ხდება ადამიანის გონში, რომელიც თავს უფლებას აძლევს, რა მნიშვნელობა აქვს ის, ვისი თაყვანისმცემელია, სად არის გაწევრიანებული, რომელ პარტიაში, ამას ხო საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს? არის მიცვალებული. აი, როდესაც შენ თავს ამის უფლებას აძლევ, რა ხდება ამ დროს მის სამყაროში? ვარდები საყვარელო, შენი არჩევანია თქო, ხო ვთქვი არა? ეს არის მისი პასუხისგებლობა. ის იღებს აი ამ ბოროტებაზე პასუხისგებლობას თავის თავში. და ვერ ხვდება იმდენად არის, ნახეთ, მე ვფიქრობ, რომ მაინც ბევრი წლების მანძილზე მოახერხეს ის, რომ გარკვეულ ადამიანების ტვინის ნეირონები დაჩლუნგდა. ეს შემთხვევითი არ არის. გამორეცვა ტვინის. ისევ წამოვედი აცრებზე, ისევ წამოვედი პაპილომას აცრას, უკეთებენ ვაშს, რომელსაც ეს ვირუსი საერთოდ შეიძლება არ ქონდეს. და არც უნდა ქონდეს. კი, ახლა ბევრი რამეა უკვე რაც გამოაშკარა. ძალიან ბევრი რაღაცა ის რომ მეცაც გეტყვით, კაი აცრას არ გაიკეთე, ბოსტნეული მოყავთ ახლა, რომელშიც შედის ის გარკვეული ნივთიერები და მიირთმევ და აცრილი ხარ. ხო, ანუ ბიოლოგიური და ქიმიური იმდენი რაღაცა ნაზავი. ხო, იარაღია ეს ადამიანების საჭირო, ნახეთ, მათ ჭირდებათ მართონ ადამიანები. ვის უფრო მართავ ადამიანი, ნათელ ადამიანს, ნახე განათლება, ნათელი, სინათლის
ქონი ადამიანი ამას უფრო მართავ რომელსაც აქვს სახე ტრადიცია რომელმაც იცის სად მიდის რას აკეთებს იცის ვინ არის თუ იცი ვინ ხარ იცი საით მიდიხარ და რას მაშინ კიდე აკეთებ მაქვს ერთი შეკითხვა შეიძლება ხა შენ არ უნდა გისვამდე ამ შეკითხვას მაგრამ ისეთი ბიჭები მიდიან ისეთი ახალგაზრდები მიდიან ყოველ დღე არ ვიცი დღე არ გავა მე არ მახსოვს ასეთი პერიოდი რა ხდება გამეღიმა და ცოტა არაადეკვატური რეაქცია იყო რატო გაგიღიმა გამეღიმა იმიტომ რომ მეომრები ჭირდება ანუ შენ ამბობ რომ ბრძოლა სადღაც ზევით რა არის თქმა უნდა ჩვენ ხო ანარეკლი ვართ ანარეკლი ვართ ხო ესეც ახლა ზუსტად იმ თემას ეხმიანება ეს არის კონსპიროლოგია თუ ეს მართლა ასეა იმიტომ რომ სხვანაირად მე არ ვიცი ლოგიკით არ აიხსნება ჯამრთელი კარგი ზრდილი ადამიანების წასვლა ამ ქვეყნიდან და თითქოს რაღაცა ბიომასა რჩება საუკეთესოები მიდიან იცით ბიომასა ვერ დარჩება რატო ვერ დარჩება იმიტომ რომ როდესაც ჩვენ სულიერად კნინდები ის პირდაპირ გადადის სხეულზე დავანებოთ თავი მეცნიერულად ვისაუბროთ დავანებოთ ეზოთერიკას რელიგიას თავი ხო აი ნახეთ ჯერ პირველ რიგში მენტალურ სხეულში ხდება დაავადება ანუ მენტალურად ადამიანი ცუდად რო არის მე ფიზიკურ დაავადებაში გადადის მთელი ფსიქოსომატიკა ამაზე აწყობილი თუ ბევრ წყენას ყლაპავ მოკლედ ჩიყვი იცით რამდენია და ეს ბოროტებას რო იკავებენ და რაღაცა ეს დაავადება ძირითადად რა თქმა უნდა მე ესე იგი მოუნელებელი წყენები არსებობს რომელსაც არასოდეს არ ვაპატიებ ამბობ ხო და სიმსივნეში გადადის რა თქმა უნდა და პრაქტიკულად ფსიქოსომატიკა ავტოიმუნურ ავადობებსაც კი როდესაც შენ თავს არ ღებულობ შენი იმუნიტეტი აღარ ღებულობს შენი სხეულის გარკვეულ ნაწილს და მასთან იწყებს ბრძოლას ასე კანის დაავადებები ვიცით კრონის დაავადება ვიცით და უამრავი ავტოიმუნური დაავადება ეხლა გოგონას ჰქონდა ამერიკაში ჩარლზ სტრაუსის სინდრომი პრაქტიკულად გული ნაკლებად იკუმშებოდა და ფსიქოსომატურად ვიმუშავე და გულის გადანერგვაზე იყო წასული დღეს აღარ ჭირდება ხო ან ფსიქიკა ხო თავი ყავდა უარყოფილი ნახეთ ფსიქიკასთან არის ეს ყველაფერი და აი ამ თაობას რომელიც აი ასე არის ჩვენ ხო დღეს ვხედავთ რომ სუიციდალური გადახრები ძალიან ბევრია რა ხდება შენთანაც წარმომიდგენია რა რაოდენობა ასეთი პაციენტების იცით რა არის პაციენტების ასაკი შემიმცირდა მე ხო ყველა ასაკთან ვმუშაობ შემიმცირდა 10-12 წლის ბავშვები მძიმე დეპრესიულ და სტრესულ მდგომარეობაში არიან აი რის ფონზე ეს არის სოციალები ეს არის თამაშები რა თქმა უნდა ბევრი რამე არის ერთდროულად მოდით სანამ ბავშვებამდე ვინც გაჩნდნენ მადლობა ღმერთს კიდევ რაღაცნაირად მოვლით რამდენი ადამიანი არ გაჩნდა ნახეთ თუ იმაზე ლაპარაკობთ რომ ანადგურებდნენ სხვა არ დაბადებულები როგორ გაანადგურეს მოდით ამაზე ვინც ელოდება დაბადებას რანაირად მოხდა ნახეთ რამდენი რამე გაკეთდა იმისთვის რომ ისა ბავშვის დაგეგმა ხო სქესის დაგეგმა სქესის დაგეგმა ქალს შეუცვალეს თავისი როლი სოციუმში და ოჯახში როგორც მამაკაც ეხლა ჯერ უნდა განვითარდე ჯერ უნდა წინ წახვიდე ჯერ უნდა 35 წლის ასაკამდე 25 წლის ასაკი ითვლებოდა ხანდაზმულ შობიარობად და 35 წლამდე გოგონები არ თხოვდებიან უკვე ქალბატონები იმიტომ რომ მათ თავიანთი კარიერა უნდა ეს ჩაუდეს ქალებს ჯერ კარიერა რატო ორივე ერთად რო იყოს? ხო შენ როგორც 6 შვილის დედა. ხო შემილია. კომპეტენტურად საუბრობ ამაზე. სხვადასხვა მიმართულებით განვავითარე ესე ინება უფალმა ჩემი თავი და ყველგან წარმატებას მივაღწია და დღესაც არც ისე პატარა ასაკში 70 წელიწადში ვარ. ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებული ვარ. და ვაგრძელებს სწავლას მინდა გითხრათ ვაგრძელებს სწავლას ხო აი ეს ეხლა ჩამოვთვალეთ ხო შემდეგ ეს ცნობილი LGBT საზოგადოება რატო წამოიღეს ეს რატო მიცეს ნახეთ სექსუალურ მე ფსიქოსექსუოლოგიით ვარ და სექსუალურ ფანტაზიებს ჩვენი მოწონების და თავის ანუ დათანხმების უფლება. ნახეთ თუ ამას არ ეთანხმები მტერი ხარ და პრაქტიკულად მიაღწიეს მიზანს. ესეც ერთ-ერთი არის რომ შემცირონ
ხო, შეამცირონ მოსახლეობა, პანდემია შეამცირონ მოსახლეობა, ომი შეამცირონ მოსახლეობა, ყველაფერი გეგმის მიხედვით. რასაც ჩვენ უკრაინაზე ვსაუბრობდით, აღმოჩნდა რომ არ ყოფილა კონსპიროლოგია, ხო? რომ ის სლავების განადგურება მიდის. ძალიან მიკვირს კონსპიროლოგიას რო ეძახიან ამას, იმიტომ რომ თუ ფილმს ნახავ, ზუსტად ერთ-ერთი. აი, იცით რა, მე როგორ უნდა განვითარდეთ და ვის რა ერგება წილად ფილმში არის, შეუძლიათ ნახოთ 2014 წელს გადაღებული რას ვხვდები, იცი? ესეც ხო რაღაცა დამახასიათებელია, თითქოს ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, როდესაც ჯერ აფუჭებენ, მაგრამ მანამდე გიჩვენ რეტროსპექტივა მოახდინეს, როგორ გააფუჭებდნენ სიტუაციას. ნახე, თვალი უნდა კონდეს, რომ დაინახო, უყურებდე და ვერ ხედავდეო და ისმენდე და არ გესმოდესო. ხო, კაცობრიობის ბრალია. გიჩვენეს ზელენსკის ათამაშეს მთავარი მოქმედი გმირი არის უბედურების გახადეს პრეზიდენტი და იმ სხვათა შორის ეპშტეინის ფაილებში იქაც არის ერთი სულელი ბიჭიო რა, ისო თავის გასაკეთებელს აკეთებსო, მაგრამ ხო, ნუ ხა რეიგანიც მსახიობი იყო, თუმცა ეს ის რანგი არ არისო. იცით რა არის, აი ესე სამყარო, ადამიანი, ნახეთ, ეს არის სრულქმნილი უფლისგან, შემოქმედისგან, ხო? ჩვენში ხო შემოქმედი და ადამიანი ერთდროულად, ანუ ქრისტე შენშია, ნუ შემოქმედი დავარქვათ. კი. ნახეთ, შენ ხარ სამყაროში. ჩვენ ვართ ხო სამყაროში, სამყარო არის ჩვენში ნაღალი. ჩვენ თუ სამყაროში ვარ, სამყარო ჩემში, ეხლა მოდის ზუსტად ისე გადავედი პერიოდზე, როდესაც ჩვენ დაიღო პასუხისგებლობა საკუთარ ფიქრზე, საკუთარ აზრზე, რომელიც დაჩქარებულია. დაჩქარებულია. ნახეთ, ნაწინასწარმეტყველი იყო მე წმინდანების მიერ, რომ დრო დაჩქარდებოდაო, დააკვირდით წლევანდელი წელი, როგორ უცბად გაირბინა, ახალი წელი იყო და თებერვალი აგე და დამთავრდება. და გაზაფხულია. იმიტომ რომ ადამიანებმა შეძლონ აი ამ ტანჯვის გადატანა. ანუ ჩვენ რო დაუბრუნდეთ, ხა 3 წუთი გვაქვს დარჩენილი. ეპშტეინზე ვსაუბრობდით, კასრებზე ვსაუბრობდით, არ ყოფილა კონსპიროლოგია, პანდემიაზე ვსაუბრობდით, არ ყოფილა კონსპიროლოგია, ომი არ ყოფილა კონსპიროლოგია და მაშინ რაზეა საერთოდ საუბარი? უბრალოდ ადამიანებმა მართლა თვალები უნდა გაახილონ და რაღაცა დაძაბულოს წესმენა. არ დავამატო, შიში დათესეს, ეს იყო შიშის პანდემია და შიშიდან რა მოდის, თავი რო დავიცვა, მოდის ბრაზი, ამიტომ გვაქვს ბრაზი. ანუ ეს არის კიდე შემორჩენილი მასმერა. რა თქმა უნდა, გაბრაზებულია ადამიანი. ყველაზე მეტი, აი ყველაზე ესეთი სიმპტომით რით მოდიან შენთან? უმთავრესად შფოთითი აშლილობით, აკვიატებული ფიქრებით მოდიან. ეხლა ნახეთ დედამიწას მოდური დაავადებებიც ხო არის? არ არის მოდური, მართლა ცუდად არიან ადამიანები და ამას თავისი მიზეზები აქვს. იმიტომ რომ ეხლა რომ დედამიწა რო იცვლის, ხო შენ თუ არ აყევი ამ ვიბრაციებს, ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ, ხო და რითი უნდა, ესე იგი ჩვენი ემოციები, გული არის იმპულსი და ეს გული ქმნის ამ მაგნიტურ ველს. აი ეგ გვაქვს ზუსტად მეოთხე ჩაკრა, ანახატა, რომელიც თავის თავში როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს მოისაზრებს და ნახეთ, გულმართალი, გულალალი უნდა იყო ადამიანი, გულკეთილი უნდა იყოს და არა გულგზო და გულქვა. ნახეთ, ორივე აქა გაქვს. მარტივად, ქართული ენა გენიალურია. მარტივად გელაპარაკება, აი ეს უნდა განსაზღვრო. რაზე იღებ პასუხისგებლობას, ბოროტებაზე თუ სიკეთებაზე, ცოდვაზე იღებ პასუხისგებლობას და შესაბამისად მიიღებ. და შესაბამისად მიიღებ, იმიტომ რომ ეს ემოციები, უარყოფითი ემოციები, მერე ორგანიზმს ანადგურებს. ეს ადამიანები თუ ასე გააგრძებენ ფიზიკურად განადგურებს, ვინმე კი არ გაანადგურებს. თვითონ იღებენ ამ პასუხისგებლობას, რომ გაინადგურონ საკუთარი თავი თავიანთი. მოკლედ ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, მარინა, ალბათ ჩვენი ასტროლოგებიც ამას ამბობენ, ეზოთერიკოსებიც, ბერებიც, მამებიც, რა ვიცი, მე მგონი ყველა ამაზე საუბრობს, რთული პერიოდი იწყება. და მე მინდა ყველას ვუსურვო გამძლეობა, სიყვარული გადაგვარჩენს ისევ და ისევ, ერთმანეთის გატანა და დაუჯეროთ საკუთარ თვალებს, ყურებს და რა ვიცი, გჯეროდეს ერთმანეთის. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა და მე ვფიქრობ, უფრო კონკრეტულად სიხშირეებს, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს ხოლმე უბრალოდ ამას ნამდვილად მთელი გადაცემა უნდა. მე მინდა რომ რაღაცა შკალა 1-2 გავაკეთეთ მე და შენ და ძალიან მოეწონა ჩვენს მაყურებლებს და წარმოვდგინოთ ის შკალა, იმიტომ რომ ახლა უფრო დაბეჯითებით შეგვიძლია ამაზე საუბარი, რადგან ხა შუმანზე უკვე იმდენი ითქვა. შუმანზე უკვე ითქვა, მე რა მინდა უსურვო ჩემს ერს პირველ რიგში გააცნობიერეთ, სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი, თუ ვერ აცნობიერებთ, გაჩუმდი მაინც. კი ბატონო. და მეორე,
გულკეთილობა და პატიება საკუთარი თავის. მადლობა. მე მომავალ ორ შაბათამდე გემშვიდობებით მოროშკინას პოდკასტი იყო თქვენთან.